გამარჯობა. დიდარი ღარიბის ვიდეოები ძალიან მოგწონთ ხოლმე, მაგრამ დღეს სამოგზაუროდ არ წავალთ. დღეს ჩავწერთ ჰიპ-ჰოპ სიმღერას და გადავიღებთ კლიპს. რისთვისაც გვექნება სულ რაღაც 48 საათი და განსაზღვრული ბიუჯეტი. 5000 ლარი დიდარ გუნდს და 50 ლარი ღარიბ გუნდს. დიდარ გუნდს წვდომა ექნება ოქტოპუსის მთელ არსენალთან, ხოლო ღარიბ გუნდს მოუწევს გამოიყენოს სხვა რესურსი, რომელიც თავად უნდა მოიწიოს. ნახოთ როგორი ტრეკები გამოგვივა. შეფასება თქვენზე მოგვინდია. და დიდი ხნის მერე მოვიდა დრო, რამდენი ხანი გეკონდით ამას, რომ კლიპის გადაღებას შევჭიდებოდით. მე ვნახეთ ჩვენ რამდენიმე იუთუბერის კლიპი და ეგეთი რთულიც არ ყოფილა და მინდა რომ ჩვენც გავაკეთოთ. მოკლედ, გადავანაწილდებით, ახლა ავიღებთ წილის ყდა იქნება და მე გავიგავთ უკვე ვინ ხად მოხდება. ოღონდ კალასთან არ ვიყო, ოღონდ კალასთან არ ვიყო. ამას შეიძლება, ავშალოთ ახლა და 3 დათვლამდე და დავთვალოთ. 1 2 3. და ბატონი ცოტნიკი ვართ. აბა რა. სერიოზული. ეხლა უნდა გავიგოთ, ვის ექნება 5000 ლარი ბიუჯეტი და ვის ექნება 50 ლარი. თქვენ უნდა გქონდეთ ბიუჯეტი მაღალი შემოწმება. რატო? ისე ცოტა დაეცხრა. ოქტოპუსი და გული. რომელი იყოს დიდარი, რომელი იყოს ღარიბი? ოქტოპუსი ვართ ჩვენ. ოქტოპუსი და თქვენ. ეგ გავიგეთ. თუ ამოვიდა ოქტოპუსი, არიან დიდრებში ისინი. თუ ამოვიდა გული, დიდრებში ვართ ჩვენ. ოკეი. თუ გინდა შევამააგდოთ. ზემოდან ასე. მოდი შე. დიდრებში. ალა სერიოზული კლიპი უნდა დავდოთ რა. ბიჭებო, თქვენ გული არ დაგწევთ, ნატახტარის ლიმონათი არა და თქვენ დაგეხმარებათ გამოცდილი ბატონი ბენი. ვა, ბენი, აქ-იქ ამდენი ხანი. არ გიმოყან. ბიჭო, საიდან გაიჩიქეთ? ვა, კაი, მე აღარ მინდა, ვა. თავდაბალი ხალხი გადავიღებთ იმაზე უკეთეს კლიპს, ვიდრე გადაიღებდნენ თავდაბალი კი არა. მოდი, ამ დაკათე რა, შევა დაკათე. ღარიბი ხალხი გადავიღებთ იმაზე კლიპს, ვიდრე გადაიღებდნენ დიდრები. ამის სიტყვას გაძლევთ. და გამოცდილება გააქვს შენ. აბა, ეგრე გადაღების კლიპების. მე მჯერა შენ. მე მინდა რომ გუნდი შევცვალ. მე მინდა რომ გუნდი შევა. რა გუნდი შეცვალ? მაჯობთ ამ გუნდში და აღარ მინდა. სუმატა ხო შენ არა რა გონი ამ გუნდში არ დაგაჯვავე? იქი თუ გონია უკეთესია? ბენი მაგარი კაცია. მე ძალიან მიყვარს. ეო, ტექნო ბუმ ბუმ, ძალიან მიყვარს. კაი, პატრიციონ მეგობრებო, თქვენ შეგეძლიათ დავგვტოვოთ? ხო. სადაგტოვოთ, გადავბრძანდეთ. ჩემი ოფისიდან მაგარი. არა, ოფისში ჩვენ ვიმუშაობთ, იმიტომ რომ ეს ოქტოპუსის სივრცეა, ბედსონ სპორტმა გამოგვიყო და სახლი კიდე შენი არის, ჩემიც არის, მაგრამ შეგიძლია გადახვიდეთ იმუშაოთ იქ. თავლებას მრთავთ რომ სახლში მაინც გადავიდე? ბიუჯეტი ამდენი მოხდა. 50 ლარი გაქვთ. კაი, გეორგი, 70 კონდეთ. დავაი. აბა დავაი. ბევრად უკეთეს. არ დღეში შევხვდები. ყველაფერი კარგად იქნება. უკეთეს გადავიღებთ ჩვენ მართლა. ტრეკი გვინდა პირველ რიგში. ხო, მუსიკა უნდა. მაგაში ვერ ვირკვევი რა. ან ვინმე ტიპი გვინდა რომ დაურეკავ და დაგვაყვალიანებს. ტექსტის დაწერაში გვინდა დახმარება მაგალითად. ტექსტი ჩვენ დავწეროთ და და როგორი მართულობა ჰიპ-ჰოპი ხო ისეთი მართულებაა რა. ზოგი არის მესამღერიანები რო რაღაცა. მე მინდა განგსტა შიტი დავწეროთ. და გოგო უხდება ხოლმე მაგას, მე გოგო ხო არ დავიცრიოთ. დავითრიოთ. ასეთი იდეაა რა. ჯერ ჩავუძდებით YouTube-ზე ისეთ ბითებს, რომელსაც არ დაგვასტრაიკებენ, free for profit-ებს. კაი სტილის იმებს მოვძებნი. თქვენ ახლა ჩავწერეთ ეს სიმღერა და კლიპის გადაღებაზე რა უნდა ვქნათ ხო? ბიჭო, ანუ ჩვენი მუღამი რა არის? მაქსიმალურად ცოტა ბიუჯეტში ძალიან კარგი გავაკეთოთ. კი. თუ ვიღადაოთ და ის. ორივე. ორი უნდა გავერთოთ და კაი რო გამოვიდეს. მოდი მაგარი გავაკეთოთ. მაქსიმალურ ბიუჯეტში, იმიტომ რომ მე TikTok-ზე რო კონტექსტად დაგდებენ, არ გაგიტყდეს. თუ გინდა მე დავამონტაჟებ, თუ გინდა შენ დავამონტაჟებ, თუ გინდა ზედ დაგაჯდები და ისე დავამონტაჟებ, როგორც გინდა. ახლა კაი, მე მუსიკას მე მუსიკას იმათი DC უნდა იყოს როგორ. არა. ჩვენთვის ვიპოვე. ჩვენ ბიჭო ხოდა მაგას გეუბნები, აი სიმღერა და უნდა ხო და იმათ DC ხო. ხო და ნახე ვარიანტები რა, ანუ რაღაც თემატიკები უნდა ტრეკი გასაგებია, ტრეკის მიხედვით შეიძლება წახვიდე, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ უთხრათ როგორი სტილის გვინდა და რაზე ვაკეთებთ. სტუდია გვინდა კიდე რომ ჩავწეროთ. სტუდია უეჭვად. მე მგონია რომ დღეს უნდა გავარკვიოთ ყველაფერი და ხვალ დილით უნდა ჩავწეროთ სტუდიაში.
მაგრამ просто ამის იმასაც ეს ამასაც მოვასწრებ სტუდიაში თუ ტექსტი გვექნება. რა თემატიკაზე ვწერთ ტრეკს? რა გინდა როგორი იყოს? მე ვაფშე თავიდან იდეა მქონდა რომ ისინი ხო არ გავდისოთ თქო. დიდარი გუნდი. ლამაზად გავდისოთ. ჩიბეში მიდევს 24-იანი გახურეტილი. შენ თუ არ ჩაიჯო შენ გექნება შუბლი. შუბლზე წერტილი. ჩიბეში მინდოს 5-იანი. 5-თეთრიანი უდევს ეს რომ დააფიქსიროთ, მაინც რომ მართლა 5-თეთრიანი უდევს და მეტი არა აქვს. ხატაკი ბიჭი ვარ. ბოლოს არის პაროდია ხო გავაკეთე. ბოლოზაზე რო ტრეკებია ხო. ზოგადიც შეიძლება ანუ იმენა ზოგადი პროსტა რა. რაღაცებზე რომ იბაზრო რა. ეხა ის ექსცესი და ისა. გუშინ მე მოტოვა ღმერთმა და რაღაცა ოქტოპუსის თემა არ არის ცუდი და იმათ დავცინოთ. თქვა ოქტოპუსის თემაში გავაერთიანოთ იმათ დაცინვაც, რომ მოიყვანა წერომ და უხად ქუნა რაღაცას და ისეთი შემოგვიგდო თუ რაღაცა. აი გიგასული ყავთ კვეტაინაძეს, რომელიც ჩართულია ამ ამბებში PvP ბეტლში და PvP სამაშის და ეცოდინება ყველაფერი დაგვაკვალიანებს. ერთი თავი ტრეკი ხوار გიგდია თქო. გიგუნა როგორ ახარ? ნორმალურად ლამაზი შენ რა ვახარ? ჰიპ-ჰოპ კლიპს ვიღებთ მდიდარი versus ღარიბი რა. ერთო მიშველა მე. და მდიდარი გუნდის წარმომადგენელი გესაუბრებით. ჩვენ გვინდა რომ რაღაცა ფლექსაობით და ზერსკი კლიპი გვინდა რომ გადავიღოთ რა და. ბიტი რო იყიდოთ ხო? Yes. ბიტი არის საუბარი. ბიცი არის საუბარი, დიახ. რა. ძამდიდრებით უყარ ფარელ უილიამს აქაკიში. არა. ხარელთან არა, 5000-ში უნდა ჩავждეთ რა. ბინო რა, ბინოსთან შემიძლია გადაგამსამ. 1000 ლარად გაგიკეთებთ შვე როგორცაც ეტყვი ისეც რა, ჩემი პატრონის. გაგიკეთებთ იმენა ექსკლუზიურ პირად თქვენ იქნება ჩვენთან სტუდიაში შეგვიძლია გამოგვიალდეთ. და დაჟეკებინებით რომ ჩვენთან შეგიძლიათ ჩაწეროთ რა. აი, გვაფშე იდეალურია. აი, მაშინ ცოტა ხანში დაგადგებით. დავაი დროებით. მადლობა. დავაი დროებით. დავაი. აკ 1000 ლარი ტრეკი. 1000 ლარი. გაჯვენე. არასწორებს. La bandolero. ჯაგუ, ჯუკა, იყოს ეს? არა. ახ, ეს მოგეწონა? აა. ეს რა მოეწონა? აი მეტრო ბუმინისის ვარ, ხო იცი? If young metro don't trust you. აი ეგეთ რაღაც უნდა მოვიფიქროთ ჩვენც. მასალია და ჯგუფს სახელი დავარქოთ. ლუკა შემიხედა. ვაუ, ეგრევე შემოვარდნა რა. დავედი მე. მოვედით flow რეკორდში და ეხლა რა უნდა ვქნათ გიორგი, იმიტომ რომ მე ამაში ისე ვერ რა უნდა ვქნათ და იმას ვქნათ და უმაღლეს ავიაციაში. აი გიგა გვეთქვი. გიგას ალბათ იცნობთ ჩვენი მაყურებელი ძალიან ბევრი პროექტიდან. პინო სტუდიაში გელოდებათ, ეხლა უნდა იყოს იმის კადრები, პინო როგორ გელოდებათ რა. ნიკუშანო დამირეკა მითხრა რომ აი დღეს გჭირდებაო და მე არ მეგულება ადამიანი საქართველოში პინოზე სწრაფად და ხარისხიანად რომ აკეთებდეს ამ ამბავს. ჰუკს ვიკისრებ. ანუ ნახე, ჰუკი და ჯები ჩემზე. ჰუკი, ვერსი და ჰუკი. აუტრო. ანუ ჰუკს თუ გინდა მე გავაკეთე. მე უფრო ემინემის სტილში ვეპავ ხოლმე ძირითადად. მაგრამ შემიძლია რომ მოვერგო რა რაღაცებს, აი. თუფაკი შემიძლია. ცოტნე BIG უფრო რა. უნდა გავაკეთოთ რამე ისეთ საუნდი, რომელიც იქნება მარტივი იმისთვის, რომ თქვენ წაიკითხოთ რამე ამაზე. ეგ ერთი უეჭველი და მეორე უნდა გავაკეთოთ ისეთი, რომ რავი, ხიარული იყოს რაღაც მხრივ, რა რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ხიარული იყოს. ჯარში ეს მომეწონე. რა მოგეწონა? საყობა. Еда, гада, модо, ёдо. Гада, модо, еда, годо, зеда, модо. ხურაღება არ მოგწიება. მე ვიცი მაგარი. კლიპში გავთვალოთ. ხო, კაი. აი ჩემი აზრი ეგენი აი არავინ არ გააკეთებს საქართველოში მაგაზე ჩვენ ვიყოთ პირველები. ხო, რატო არ გააკეთებენ, მიხვდები ალბათ. თქვენ ბიჭო გამოვები ყოფილხარ. პირველი ნაწილი უნდა იყოს უფრო ფლექსი, ანუ ჩვენი ფლექსი, რომ აი და ესეთი თესლები ვართ სიტყვაზე რაღაცა, რომ და მეორე უნდა იყოს გადაძახილი მეორე გუნდის და აი დისი უფრო მეორე უნდა იყოს რა. აი, მაშინ დისი გავაკეთოთ, ბიჭებო, იმენა ესეთი საუნდი რა. აი, ხარახით.
აქ იმენაინები რა გონდა. შეიძლება. ოპა. აუ ეს ვიცი. ოპროკია ეს რა გინდა? ძალიან მაგარია. მე მომწონს. მეც მაგრამ. აი მაგაზე რა გაგვიტრაკონო ჰიპ-ჰოპ არ გავს. ვინ ცოდნე და კალა? კაი 50 ლარი მივიცეთ 50 ლარი მივიცეთ და ამაზე თვალი დახუჭეთ. რას მიხვდებიან ახლა ისინი ეს რა არის? არის ისინი უფრო წავლენ შეჩემა ისახარა კარგი სტრაკი მოვტყან მაგაზე წავლენ. კეპკას დაგენიზლავები კეპკას დაიფარებენ გვერდულად რომელიღაცა უეჭველი. საბოლოო ჯამში მივხვდი რომ იქით მხარეს ვინც ეხმარება იმისგან რადიკალურად სხვანაირი უნდა ყოფილიყო. ხო. ხო და რასაც არ გააკეთებდნენ იქით ის ვქენი პირველ რიგში. ეხლა ან უნდა წავიღოთ ჩვენ ეს სემპლი და ტექსტი უნდა მოუწეროთ და მე დავბრუნდეთ. მე უნდა დამიბრუნდეთ და მე მართლა უნდა ავწიო უკვე ის მიკროფონი აშკარად. ხო. ბიტ სვიჩი გავაკეთოთ ვაფშე. მართლა ბიტს მე ვერ ვაკეთებ, მაგრამ არ ვიცი მაგდენი. აი ხო მე მაგათად ასე ვაკეთებ ხოლმე რა. აი ეს მომენტი მაგათად ხომ მინდა რაღაცას წავიმამბლებ რა, ანუ რაღაცას წავიღიღინებ. ხო, ფლოუს ვიპოვი და მე ვუსმენ და მაგის ნაცვლად უკვე სიტყვებს რა. ვა, კაია, დავაი ეს გავუჩ, ეს ჩატოვა. სადღაც 11-ის უნდა დავუბრუნდეთ. ხო, უნდა ჩავწეროთ რეკორდში და იქ ჩავწეროთ ხმა და პარალელურად უნდა მოვიფიქროთ კლიპის ამბავი ხვალინდელი სად გადავიღებთ, რას გადავიღებთ, როგორ გადავიღებთ, ვინ გადავიღებთ, რატო გადავიღებთ. ესე შემდეგ საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია, იმიტომ რომ ჩვენ ოქტოპუსები ვართ. აბა რა და თუ კარგად გამოგვივა, თუ საკმარის ლაიქებს დააგროვებს ეს ვიდეო, მოდი იყოს 20,000 ლაიქი, კალა გავა პირველი. ჩემი კარგი მოწყა. ეს აღოჭრა. სოთნა გავა და მედმოსე შეეჯიბრება. დალევაში. ძალიან კარგი წვილი იქნება რომ შეხედავ ესე. რაღაც უნდა უძღეთ გახსოვს მაშინ ვიდეოს უყან ზიანი აში. ნა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 ნan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 
ხო? წყნარები ხო შენ. ეგრე ხო პროსტა, ვაფშე პროსტა ბაზარი რო არის. ძალიან დამახო. ხოდა იმას შევდივარ. ამასთან ყველაფერი მიტრიალებს თავში ნარა ფაფსთან ყველა ლოთი ჩემგან არის. არა? შენ ხო აღარ ხარ, ხო აღარ სოვის. აუ, ეხა განახევთ თქვენ სეირს იქით ღარიბ გუნდს. იო, წავიდა ცოტნე. განდარინდა ზინდა რომ რასაშვებით. იმიტომაც დაგიმატეთ ბიჭო ბენი თქვენი. ოდიშე შეგვიძლია ჩემი თუ არ გჯერა კითხე რაბანას და რა ბაგმოვენჩი რაბანას ხოვოთ რომ ერთი ლაინი ჩაგვიწეროს, ხო? ლაინი არ მოდიოდა ეგ ვაფშე. ამე ოტყავდეს პროსტა რა გამოიხილოს ან კარტში ყავდეს შევ დაუძახოთ. I'm a rockstar, ყველაფერი მიტრიალებს თავში ნარა ფაფსთან ყველა ლოთი ჩემგან არის. მარა ისა ოთება რომ დაგიპადიეს თორე რაშვილი. ყველა ბოზი ჩემგან არის რო თქვა. აი, ის მაინც ოტნეზე მიდის. ნახე, ძალიან საინტერესო რაღაცა მინდა გითხრა. შენი ახი არსებობს ასეთი საიტი, რა ჩატიპი. რითმების კონა. აუ, შენი კაცი. მოიწერდა. ო, გეტყვა მაგითი რო წერ ხოლმე. არა, bro. თავში. ეკნო ბუმ ბუმ ბუმ. თავში. კლავში, ნავში, წყალში, ათში, ალში. რაც არ შეხედავ ყველა სპონსორი უნდა 5 წელი ვიმუშავეთ მაგრამ არ ქონდა ხურდა მე და ჩემი ძმა 10 წელი ერთად ვართ ბევრი არხი დაიშალა ჩვენი ისმის ისევ ხმა აუ, სერიოზული წერა მიდის, მეგობრებო, დავიღალეთ უკვე 12 დაიწყო და თან მისასვლელები ვართ სიმღერად ჩასაწერი გვაქვს და საკმაოდ ესეთი შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა, მაგრამ დავწერეთ. და ძალიან კარგი გამოგდის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენც ხალისობთ იმით, რაც გამოგვივიდა ამ ეტაპზე. აი, მოგასვენებთ ახლა. უნაზე ზურ, ნანა დუდუდუნდა ზურ. ძირით, ფიქრდა. სიმღერა თავში, მაგრამ არ მეცალა ლუდი და ვისხი მეყბაში. ანუ ვაქცინადებას მოყვა. რაზე ვაკეთებთ? ეგ რატო ვაკეთებთ ამ ყველაფერს? რაზე ძინდა იმაზე გააკეთე. თუ გინდა Minecraft-ზე ვიბაზრებ. მე მაგათ შენ ადგილზე Minecraft-ზე ვიბაზრებ. ჩემი ტექსტი ასე შეიცვალა.
ამან აქვს და ყველაფერი მიტრიალებს თავში ნარაფავს და როგორ მტესტავერე ტევიკანში გუნდიში. მოიცა ეს ტექსტი ხო არ იქნება? ეს ტექსტი. აბა სუსე ბიჭოს. ეხა რაღაცა. აი ნახე. ბიჭებს აბა რა თავს აკრევდი შეჩება ამდენი. დიდრებს ყავა მოუნდათ შევასხი ტრაქში, მაგალითად შეიძლება უკვე ეგრე. ლუკა ხო არ ვაქოთ პირიქით. და გული კაია. ამით გახეთქილება შევიტანთ იმ გუნდში. ბენი გაგიჟე. არა, გუნდიშაც და კროც უნდა გვეკვა და ბენიზე დაგვეცხე გაკიხდებოდა. და მე სადარბაზოში რო ვეღარ ჯობს კნო, მაგაზე გადავიდე. ოკეი. როგორ ხაიცი? პირველი სიმღერა ჩავწერე სახში. ხო, არ გამოთქვა სიტყვა. პირველი სიმღერა ჩავწერე სახში. პირველი სიმღერა ჩავწერე. მიდი სადმე გავარტყავ. პირველი სიმღერა. აცტი, ძალიან ადრე დაიწყე. აი აქ როგორ ქნაიცი? ტრაქში, ესე კი. დიდრებს ყავა მოუნდა, შეისხან დუღარე ტრაქში. დიდრებს ყავა მოუნდა, შეისხან დუღარე ტრაქში. ტრაქში? დიდრებს ყავა მოუნდა, შეისხან დუღარე ტრაქში. კაი, დაიგეთ. ლუკა ამბობდა რომ ნეტა ღარიბებში მოვხვდება, იმიტომ რომ ამდენი საერთში ეზარებოდა, იმიტომ რომ ჩვენ უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს. აჰა. და პროფესიონალურად უნდა ჩავწეროთ ეს ყველაფერი, ანუ მის ჩამწერ სტუდიაში და ეხლა მან მივდივართ, არის 12 საათი უკვე. კი ბატონო. ზუსტად 12 საათია. და ჩავწერთ და იქაც განახებთ როგორ იწერება, იმათი ძალიან კუსტარული იქნება. ჩვენ ტრეკი აჯობებს ამიტომ. ხარისხი. თან ყველაფერთან ერთად ხვალინდელი გადაღებას გაცილებით უფრო რთული გველის ჩვენ, იმიტომ რომ ვიდრე ეს გადავიღე. ხო, აი აქ დავდგები და აი ნახე ეხა რა ვქნა. ადრე იყვნენ ბიჭო მაგრები, ეს რო არ იყო რა, ეს მიჭრა პირდაპირ. აი იყო კლასიკა რა ბიჭო რა. აი ხა პინდარასტები იყო. რა უპიტურება ხდება. კარგად მიგეჭი. ვენი გუნდი შებრუნი, კონტენტი ბლოკები. ასე უნდა დავიწყოთ გახსოვს მაშინ, ჰა? აი მარტო, ჰა? ეგ გაკეთე просто ბექ. ხავქნა? ჰა? ფაი ეს ცოტა მიჭირს, იმიტომ რომ ცოტა რთული პირზე რძეარ შეშრობიათ უნდა თქვა და ცოტა რთულია სწრაფად. ბიჭო, ბრაში რთული დავკარგე, აქ ხო იყო არა. ბრაში როგორ დაკარგე? არის აგერიყო. აუარდა სადღაც. ბიჭო, მართლა დავკარგე ბრაში რთული. ხო გახსნილი ჩაჯიბილი. I can't find a brush tool in FL Studio. Help. მე და ჩემი ძმა 10 წელი გავიდა, ბევრი არხი დაიშალა ჩვენი ისმის ისევ ხმა. გადაიღეთ რა, გადაიღეთ. ლოცებოდი ესე რომ მოდიოდნენ და ესე წერდნენ რომ ნოტში არ წავენ და შედა. ძალიან სასიამოვნო მოსასმელი. უნდა იყოს აი ბოლორი ის უნდა იყოს მგონი ანუ ეთესლავება რა შენთან ასე არა ბიტს ანუ ხო ხო და ეს რა იყო დამიძახე და ბრაშთული როგორ დავკარგეთ ჩემი კარგი მოტყვა შენაფერ დავკარგავს რა ვივართ აი ნახე ეხლა ეს როგორ მოვკიდო აუ შესვლა საგვიანებ, იმიტომ რომ მელოდები მელოდის დავამყარ. ხო და რაღაც ვერ მომუყავებდა. აბა ხო. Community ერთგული, ლუდი მიყვარს ქებული, YouTube-ია ჩვენი არხით უფრო გაცოცხლებული. იქ უნდა მეკრა, ხო? ორი უგვაქვს. ხო, და მეტი. ოკეი. ნუ იცინი, შეშევა არ გამოვა.
თვითონ ამონტაჟებს და არ ჩასვავს არა. გადაკიდა გადმოვაგდეს იქითაც. ეს პირდაპირ შენ არ იცი აქ. აი მას რომ მიადეთ. ანუ ეს თანამედროვე ტექნოლოგიებს საოცრებს მოხდენა შეუძლია. რა თურმე რა. თუმცა თვითონ გითხრეს კამებას ხო? არ ველოდითო ამ დონესო? კი. იმიტომ რომ იუთუბერები გაცილებით დაბალი დონის წარმოგვიდგენია. ზოგადადო. თქვენო რაღაცო გამორაკლისები ხართო. გულსვლა ვიტყვი რომ მეც არ ველოდი იმ შედეგს რა შედეგიც გამოვიდა. იმიტომ რომ რავი. წამგაბისორდა მართლა რა უკრა ეხლა. მომკალი შეიძლება რომ ამდენი ხანი ვიცვალეთ და ვაკეთეთ, მაგრამ გამისწორდა. თან თავის საქმის პროფესიონალები არიან, რაც არ უნდა ვთქვა და ძალიან დიდი მადლობა კი. ამდენი ხანი აკეთებენ. პროექტსაც ეთყობა, რომ ძალიან პროფესიონალურად კეთდება ეს ყველაფერი. ხო და დღეს დავასრულეთ. ანუ დღეს ვეღარაფერს და დავიგეგმებით ხვალიდან კლიპის გადაღებაზე და დღეს დავიძინებთ და ხვალ დილიდან შევბერავთ უკვე კლიპს გადავიდეთ. ხო, ხვალ არანაკლებად რთული დღე გველოდება. ასე რომ ხვალამდე. დავაი ხვალამდე. წავით. ეს შენი დრონია ხო ლუკა, რომელიც პირადი არის და ამის გამოყენება შეგვიძლია? მე არაფერი წამომაღებინეს აგერ ბიჭებმა. რა სათვალე ხო წამოიღე? არის ჩეთერო. და ესეც. ერთი აუთფიტი უნდა წამოგეღო, რომ გამოგეცვალ და ეგეთ არ წამოიღე და რა. ბიჭო, აუთფიტს ნახე. ვсё. აუ, ბიჭო, რა სხვადასხვა ხარ. გადაიწია უკან და დაახლოებით გავწერეთ რასკადროვკა, როგორც ეძახიან ხოლმე და ნელ-ნელა მიუყვებით რა. აქ გადავიღებთ მე თათყინდაზე გვინდა, მე თათყინდა გამოვექანებით კი არა და. აუ, მე გეტყვი მაგას, ლუკა, შენ ხო კამერა გაქვს ის iPhone 7 ხო შენ გაქვს? 15, მაგრამ 15 Pro Max-ი მაქვს მე. 15 Pro Max-ი გაქვს? 15 Pro Max-ი გვეყოფა. აბა, ის ვისი iPhone 17 იდო მაგიდაზე იქა. ყალასი? არა, кейსია. ამაზე ამბო. აი, პატივსემულო ცოტნე. არა ჩვეულებრივად. გავიყვანეთ ბოლოში რეაბილიტაცია მორჩა ამ ქუჩის დასრულდა იდეალურად არის ყველაფერი. არც წყალი დგება, ხა ეს სასმელი წყალია, არის ფიქრობ. ხო, აქედან შეგიძლიათ აი დავლიოთ ერთად. არა, გზა არა ჩვეულებრივად არის გაყვანილი, როგორც ხედავ, ახალი ბეტონი დაგიგია. კლიპის გადასაღებადაც მე მგონი იდეალური ლოკაციაა და აი ბიჭები გვიღებენ სხვადასხვა მინდა მივესალმო ახალგაზრდებს ოქტოპუსის გაამწერებს და ავი წარმატება გისურვებთ. და ეს ლოკაცია მოგეხსენებათ შეორჩეთ ღარიბი გუნდისთვის შეგიძლიათ გამოვბრძანდეთ და აი აქ გუბეში გადაიღოთ. როგორც შეეფერება თქვენ ტრეკს, აი ესეთი რო იყოს. უბორნია იქეთ არის, ხო? უბორნია არ გვაქვს სამწუხაროდ, მაგრამ მე შემილია მოგეფაროთ ბატონო ცოტნე. დიახ, და ისე გააკეთოთ. 2 წუთი რო გამომკვეთო. ბატონო, აი ეხა მეგობრებო, დღეს ვიწყებთ კლიპის გადაღებას უკვე. რისვაი ვაგლახით მოვგროვდით. კი ბატონო. და ჩავიცვით და რა გამოვა არ ვიცით ისევ. ხო. რაღაცა გამოვა. მოკლედ რაც თავარია, ერთი დღე გვაქვს ყველაფრისთვის და ვეცდებით რომ მაქსიმუმი დავდოთ, რასაც შევძლებთ რა. კაი, ლოკაციები არჩეული გვაქვს და ნელა დავიწყებთ რა. წავედით. Close up გადაიღე ამაზე. ახლა rockstar ვიქნებ. ეს ბიჭო, რამდენი წელს ხო შეგახსენო? ეს გიჟია. არაც შეიძლება გადახდა. თავარია გჯეროდეს ვაგებს, ხო, TVC-ისა, ხო. აქვე გეტყვით რომ ჩვენი სპონსორია TVC, რომელსაც აქვს შესანიშნავი ბარათი, რომელთაც შეგიძლიათ ძალიან ბევრი ბენეფიტით ისარგებლოთ, შეგიძლიათ 2000 ლარამდე უპროცენტოდ განაახდოთ, კომუნალურები გადაიხადოთ უპროცენტოდ. შეგიძლიათ განაახდოთ 2000 ლარამდე უპროცენტოდ თანხა, გადაიხადოთ კომუნალურები უპროცენტოდ და კარგი ბარათია, ბევრი ბენეფიტი აქვს და რაც თავარია არის უფასო მისი აღება. ეხლა გადავიხდით TVC-ის ბარათით ჩვენ და გავიჭიტები დახკარით აფთაფე. ჯერ ასე ძლიერად არავის უმღერია. მიზანი ერთია დიადი ნათელი ჩვენი მზეწნათელია. როგორც ვიხდით, მე და ჩემი განგსტერი ძმა მოვედით მზიურში, რათა ჩავწევოთ რეპი და გავდისოთ ძალიან ბევრი. და მინდა გითხრათ, რომ დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Betson Sports
რომელიც არის ჩვენი წარმოდგენილი და დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ ხუდებისთვის, რომელსაც ოქტოპოსის ჯგუფში ათამაშებენ ყოველ კვირას. ისინი რას იღებენ, როგორ მაინტერესებს, რა ლოკაციებზე დადიან. გუეჭველი, ეზოს არ გასდენია. მე მგონია რომ ვაფშე მართლა სახში ზია და ყველაფერს სახში გადაიღე. იმიტომ რომ როგორც ზარმაცებიც არიან, ისე ზარმაცულად მიუდგებოდნენ მათ საქმეს. მეცაც გეტყვი. ChatGPT-ს დააწერიებდნენ იმას. ტექსტს. ხო, ნუ ეხა ბენის დაწერილს აჯობებს. ხო. ბენი ძალიან გვიყვარხარ. მართლა კი არა. პიპიში შენკენ ვარ ამ სეზონზე სხვათა შორის. უი, ეგ რამდენჯერ არ მიიღეს ორჯერ. უი, რა დასანანია ჩემ. სამაგირო ესე ჩადეს. მოდით. ვახ, ბიჭებო, მადლობა რა, მაგრად ვიცი. კაი, სადმე თემქაზე მივდივართ? მეტი მუშაობა კამერაზე, მეტი. ვაუ. აი ნახე რა კაი კადრია ეს. ის თომ ჰენჯერა ჩანდეს და კიბეებზე რო იყო. ცუდი კადრი არ არის. დაიკიდე. ქართველები არ არიან მაინც იჩება. ხვალ არის მახსოვრები გუნდში. ფევიტიცილია. რატო იმალები ბიჭო გამოაჩინე? რატო იმალები გამოაჩინე სახე? ვაუ. ჰიულეჟი რიტუალი იყო, აი. შენ რა გაცინე? პატივცემულო მეგობრებო, კლასიკური ვიზუალიდან გადავიდით უკვე შედარებით განგსტერულზე. ჩვენი განგსტერული ხუდები მოგეხსენებათ, რომელიც შეგიძლიათ ჩვენ ჯგუფში მოიგოთ აქტიურობის შედეგად. ხოლო რაც შეეხება ჩვენს ახალ სპონსორს, მოგეხსენებათ, რომ TBC დაზღვევაც გახდა ჩვენი სპონსორი და თან ჯობდა კლასიკურ ვიდეოზე რო ვიყავი მაშინ მეთქვა ეს ტექსტი, იმიტომ რომ უფრო სოლიდური ვიქნებოდი, მაგრამ ესეც არ აუშავს. TBC დაზღვევას აქვს ეგეთი პროდუქტი, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა. აი საცოვში ბევრჯერ მდგარხართ ალბათ, ან პატარაზე გაგისვიათ ვიღაცისთვის, ან ვერ დაგიმუხრუჭებიათ თავის დროზე და 17 წელს თუ გადაიხდით თვეში, გააქტიურებთ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას და თუ ვინმეს დააზარალებთ, ვერ დაამუხრუჭებთ, ან ვინმეს გაუსვამთ ან ასე შემდეგ, 10,000 ლარამდე ზარალს აუნაზღაურებენ ვინმეს, ვისაც დაუშავებთ რაიმეს. იმედია, არ მოგიწევთ მაგის გაკეთება, მაგრამ რომ აღარ ინერვიულობთ ბევრი, თვეში 17 ლარს გადახდა არ არის ცუდი ვარიანტი. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის აღება შეგიძლიათ TBC დაზღვევის ვებგვერდიდან ან TBC Mobile Bank-იდან 2 წუთში სულ რაღაც, ასე რომ ალბათ თქვენ იცით. მოვედი სახლში. რა? ეს დათვი მაჩუკა ქორომ და კლიპში გამოვიყენებთ, გამოგვადგება, კაი ფუმფულა დათვია. და ესეთი იდეა მაქვს, ტელევიზორში რო ჩავხსოვთ რამე. ეგ წეღარ ვიფიქრე მეც რაღაც. აუ, ეხლა ვითომ ავანი. ტელევიზორში რომ ჩავხოთ და უყუროთ. ეგან მე ვამბობ. ვიდეო მაგას ფიქრობ. ბექგრაუნდზე რაღაცა. ბუნების კადრები და გუნდში. აქედან დაუბერე. ცოტა იქით გაიწიე. ვაუ. ვაუ, სავო ბიჭო რა. მეგობრებო, ბაღიზე იმგრძელდება და შავფონზე გადმოვიმეცვია. ვართ ჩვენი წარმოდგენის ბეტსონ სპორტის სტუდიაში. ალბათ გეცნობათ არის. ეს არის ქუჩები არ ივიწყენ, ცოტა გადავაკეთებ და გეთი დაგვეხმარება და გეთი მადლობა. შენ დებიუტი ოქტოპუსზე ხარ გამოჩენილი. არც ბეტსონზე? ხო, ოქტოპუსზე გამოჩნდება გეთი. კეთილი იყო შენი მოგზაურობა. პირდაპირ კლიპში ანუ უკუდავ ყავით ეგრე. აი ჩათვალე.
დავასრულეთ, ამოვწყდით, კი ბატონო. მაგრამ გავედით ბოლოში და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი კლიპი გამოგვიღა. ხო შევა? აუცილებლად. ძალიან მაინტერესებს მართლა აი ესეთ ინტერესით რაც გადაგვიღია, რას დავლოდები რომ არც ვიცი. იმიტომ რომ ესეთი პირველი მასშტაბური რაღაც მომენტებში თითქოს აი რაღაც კადრს შევხედეთ რა გამოგვივიდა ამა თუ იმ ლოკაციაზე, ლამაზი არის მართლა და მაგრამ საბოლოო შედეგი აი ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება გამოვიდეს და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ და ხვალინდელი დღე როდის მოვა და ჩაუждები. და რა თქმა უნდა, ღარიბი გუნდის კლიპი მაინტერესებს აი კიდე. ვიანი არის, ძალიან ცოტა დამჭი ახლა სამონტაჟი და ლუკა და მალე. დავიღალეთ, დღეს ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ცოტა დაგვრჩა მონტაჟი. დავასრულებთ და სადაა უკვე რომ ბიჭებს ვაჩვენოთ რა. ძალიან მაინტერესებს იმათი რეაქცია. და იმათი კლიპიც ძალიან იმათი კლიპი უფრო მაინტერესებს. სიმღერას ვიცი ვინც ხარ. და ვიზე არის არ ვიცი თქო. აგერ რეალურად არ ვიცით ვინი. მაგრამ ვიცით თან. სიმღერას ვიცი ვინც ხარ, მაგრამ არ ვიცით ვინ არის. Yes. ოქტოპუსის ბიჭები out. მოვედით, მეგობრებო, პრემიერაა, პოპკორნი მოვიმარაგეთ და გამოლოდინები გაქვთ, აბა. ჩვენი კლიპისგან ძალიან მაგარია, ხა თქვენი არ ვიცი. ანუ კლიპისგან თუ ტრეკისგან თუ ლიანობაში, ანუ ტრეკზე ვერ შეგვირდებით. რატო გუნდიშა რომ ღერის მაგითო? კლიპი მე დავამონტაჟეთ. ანუ კლიპი უფრო მაგარია ვიდრე ის. ანუ ორივე ერთნაირი shit. ჩვენ ყავფილები ვართ. კი ბატონო. მონტაჟის დრო არ მეყო მე უბრალოდ რა მაგას ვიტყვი. ხო. არა. მაინც კაი გამოვიდა. აი, დაგეხარჯოთ თქვენ 5000 დაგეხარჯათ? ბიჭო, აი ეხა ის სახინკლეთ ცოტა ზვირი და მართლა არ მეგონა 5 ლარი ხინკალი რა ამბავი იყო და სახინკლე შედიოდა მაგ ბიუჯეტში? დღეში 3 ჭამა ხო მინდოდა. არ შედიოდა. აი 50 ლარში რა გვეჭამა? რომელი კლიპით ვიწყებთ, მეგობრებო? ჩემი მე მგონია რომ ჯერ ღარიბებით ჯობია და ლოგიკური იქნება რომ ღარიბები. იმიტომ რომ ყურინო მომეტყნას ეხა და ძალიან მაინტერესებს თან თქვენი და თქვენი დავიწყოთ. მეც ძალიან მაინტერესებს თქვენი. ხო, ვიცი, მაგრამ თუ რაღაც ისეთი მომენტი დააპაუზე მაგია დააპაუზე. აი, ხო, რა. დავაი. ბიჭო, ხო უყურებს ეჩე. ჭერა. Სიმღერა ჩაძერესაც ისეთი გამოვიდა უსმენენ ამას ნასაში ვერ მომჭამენ მეამფეს აგაუძლებს ამბეყვეს ჩემი ფული ჩავიცვი და ვერ გამხდიან ვერაფერს და დღეს ამგეს ჩემ დღეს და დღეს და ვიჩვენ გადაგვეკვედება ჩიტოს დაიჭერს Bicho, lo cazzo. Salvo. Ora, salvo. Gudishas vasakhe konda chemisa. Zalit momgeba. კიდე კაი კადრები იყო ეგ. არა. ვენი რო ნიჭი ისა რა ავტოტუნის გარეშე რო ვერ ქაჩავს ანუ ეგ იყო. ჩვენც რო დაგვადო ავტოტუნები. ხო ვიტყვი რა. აა ვენი ძალიან არის. ვენი ძალიან არის. ვენი ძალიან არის. ვა, საღოლ, ანუ მართლა კაი მანშა. ავტომანებული ვარ, კი. და მონტაჟიან, იმიან, ამიან, ყველაფერთან ძალიან კაი იყო. ის დათვი რო არ მოგეთხრა. იმ დივანზე ვიჯექი დღეს და რა. ერთი წელი დაიმატეს. ქოროს საჩუქარი გამოიწვია. ბიჭო, შენ არ იცი კადრში რა არ მოხვდა საერთოდ რა ხდებოდა ეს? ჯერ მოიტყო. შენიც ვნახოთ, ხო? ნახოთ აბა ერთი ვერა ბიჭები.
გამარჯობა ბიჭებო. აბა რატომ ახლა? მათაშო როდავიცეთ გახსოვს მაშინ ვიდეოებს უყურებდებ ვიდ და კაში თბილისზე შეშრომია ფორტნაიტში დამფრინავდა ჩვენდილა იწევრა თუქნის ხაში ვისაც არ შეხედავ ყველა სპონსორი უნდა 5 წელი ვიმუშავეთ მაგრამ არ ქონდა ხურდა ხალხის გულები ხურდა არავისი არ ხურდა ინაცვალე მე და ჩემი ძმა 10 წელი გავიდა ბევრი არხი დაიშალა ჩვენი ისმის ისევ ხმა მე და ჩემი ძმა 10 წელი გავიდა ბევრი არხი დაიშალა ჩვენი ისმის ისევ ხმა შეფასე დამიძახე რეიტინგის ასაწევად ამათების ეტომოს კარგობა კომიუნიტი ებული მოდი მიყოთ ფეკული YouTube-ია ჩვენი არხი თუ პროკაცოცხებული ჩვენი გუნდი შეკრული კონტენტი გვაქვს შენი ლაიქს ღიერას მიხურებ პირდაღებული ეს ხარბილოშვილი აუ, ცოტა ისო ჩვენ მოგვიწევს სიმღერა. არიბები ბიჭო. გაგვაგონეთ თქვენი ხმა პატარა ღარიბებო. რა ის ჰიპ-ჰოპი, თქვენ მართლა არიბებო. სადგერ დუნარის სმენა, არ თუნდაც გენი. მაგას მართლა ხო არ გონია თავი ბიგ ბენი. გუნდის შრომის მერე ხო აქახარ ჩემო ძმაო. წამიკითხე ერთი თემა უნდა გადადაო. უნიჭო ხუმარა არ ვიღარ არაფრად. სწორედ ამიტომაც ვზივარ ახლა წამყვანად. თირო არჩი მუშაობდა თავში აუვარდა. ეთყობა იმ წეროს ბავშვობაში დაუვარდა. ბენის აკვირდი დაწაშალოს მასალა. ტიპმა ოკვირაში ტეტრისის კი დაშალა. მოკლედ დავასრულეთ რისი თქვათ გვინდოდა დღეს. კარგით ეხლა წავედით და ჩამოგარჩევთ ხელს. ეს იყო რაც გვინდოდა. ოჩაღ ბიჭებო, ოჩაღ. საპორტისთვის ოსკარი. გეთის დიდი მადლობა მინდა რომ გადავუხადო. რა თქმა უნდა. თქვენთვის ჰიპ-ჰოპი ასოცირდება დისთან, ხო მაინდა? ბიჭო, ანუ არა, დავიწყეთ ესე. აი ჩვენ ხო ვაპარაკობთ მაგაზე, იქ ხარ არა ბიჭო რა პონდ. ბიჭო, რა ცოტა გაგდისეთ. მეორე ახზე დაიდება ეს კლიპები ორივე. და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ლაიქოთ და ვისაც მეტი ლაიქი ექნება ორ კვირაში ვთქვათ, ის გაიმარჯვებს. და გადაეცემა უთო. ხო. კეთრი, როგორც ჰიპ-ჰოპ ტრეკი, ჩვენი უკეთესია, როგორც სიმღერა, ჩვენი უკეთესია. როგორც სიმღერა, ხო? კი ბატონო. გაიიღო ბიჭებო, მე ვისიამოვნე ძალიან. არა, მეც მომეწონა სხვათა შორის ძალიან. ოჩახ. გავტრენდოთ TikTok-ზე გადაიღეთ ვიდეოები და მე 100 ლარს გადაურიცხავ, ვისაც ექნება 200,000 ლაიქი. აი, როგორი აბსურდული. მაგრა დაენანა 100 ლარი. მეგობრებო, ეს იყო მოკლედ, რაც გვინდოდა გეთქვა. საინტერესო იყო მუშაობის პროცესი ჩვენთვისაც და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც. სხვა ჟანრზეც ვიმუშავებდით. ხო, თუ მოგეწონებათ ამ ჟანრში, კიდევ დაგვიწერეთ და სხვა ჟანრშიც გადავიყოთ. მეგობრებო, მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. ბეცონ სპორტი გახლავთ ჩვენი წარმოგდგენი. მოგეხსენებათ ჩვენს ჯგუფში გათამაშება მიმდინარეობს და აგერ ესეთი ლამაზი ექსკლუზიური ხუდები თამაშდება. მე და ქვეს სამი გავათამაშეთ ახლა ბოლო თვეს და კიდევ ბევრი საინტერესო პრიზი იქნება და მადლობა ჩვენ წარმოგდგენ ბეცონ სპორტს. გემხვევით, კოცნით და რა ვიცი რა, შეგვეხმიანეთ რა რაღაცა ტრეკების წერაზე და ჰა? არხი გამოიწერეთ. ფიჩერი თუ გინდათ ვინმეს, ჩემთან და გუნდიშასთან 3000 ლარი. 120. კაი, მოდინდა.